პროექტი შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა, როსტომ ჩხეიძის წიგნის მიხედვით განხორციელდა აუდიო სერიალის სახით. თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ხელშეწყობით. პროექტი ეძღვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას და 1924 წლის ტრაგიკულ სისხლიან მოვლენებს და სახალხო ეროვნული აჯანყების 100 წლის თავს. აუდიო სერიალი მომზადდა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში სტუდია კოცის ბაზაზე. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. წარე ნათელხილვა გაგა გოგოჭურისა. შენ ხომ ხევსური ხარ წარმოშობით. ხან ვინ ეტყოდა ქაქუცას და ხან ვინ. დავით ვაჩნაძის დოკუმენტურ ნოველაშიც აკი მის ხევსურობას ირწმუნება ერთი გლეხკაცი. გაამაყებულნი, თავმომწონენი, რომ ერთბაშად უჩვეულობის შარავანდებით შემოსილი კაცის საგვარეულო ფესვები ამ მიწაში განტოტვილიყო, ვიდრე კახეთში დაიდებდნენ ბინას. აგერ მონატრებოდა ფესვებისათვის თვალის შევლება. ხევსური ვარო, არ უარყოფდა ისიც და ისე გამოდიოდა, რომ თავისი არსებობით ძალდაუტანებლად ამხლიანებდა კახეთსა და ხევსურეთს. როგორც მის სულიერებაში შერწყმული ჰარმონიულად ეს ორი საწყისი ისე უნდა ქცეულიყო, ეს ორი კუთხე ერთ სულ და ერთ ხორცს, ვიდრე სხვა მხარეებიც ახვებოდნენ აქედან დაძრულ ლაშქარს და შეფიცულთა მოძრაობა სახალხო აჯანყებად გადაიზრდებოდა. დიახაც ხევსურიო, იქადნიდნენ მას პინძლები და ახალ უხლებს უამბობდნენ, თუ როგორ დაჭრილიყო ერთ ბრძოლაში სახელგანთქმული ხევსური მეომარი დაკოჭლებულიყო და ამიტომაც ჩოლოხა შეურქმევიათ მისთვის, ხოლო მეფეს თავადობა ებოძებინა განსაკუთრებული ქველობისათვის და ბარში დაესახლებინა. სწორედ იქ, სადაც ახლა ჩოლოყანთ ციხე წამომართულიყო სოფელ მატანში. მითოსის ქარგა იქსოვებოდა ქაქუცას სახელის ირგვლივ და ჯერ მისი გვარი ეხვეოდა ამ საბურველში. ხალხური ეტიმოლოგია ჩოლოყას ჯერ ჩოლოხას დაამგვანებდა და მერე უკვე სიუჟეტიც მზად გახლდათ. და ეყოფილიყო ისე, როგორც ხალხის სულის თქმასა და წარმოსახვას ენება და არ დაუნგრევდათ ამ ლეგენდას ქაქუცა, ჯერ ისედაც და მით უმეტეს ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლა ითხოვდა ამგვარი ლეგენდების შექმნასაც, უნებრივის, თავისთავად ამომზევებულის. და ისეც ყოფილიყო, როგორც ეგონა გრიგოლ რობაქიძეს, ვინც სხვაგვარ მითოსს უქსოვდა გარს ჩოლოყაშვილთა გვარს, ქალდეურ ხანამდე ჩასდევდა მის ფესვებს და ირუბაქიძის გვარს უკავშირებდა. თითქოს და ამ გვარს დაჰყოლოდა მზის ნიშანი იმ ძველთა ძველი ჟამიდან და მე-14 საუკუნეში კი ორად განტოტვილი ირუბაქიძეობა მატასა და ჩოლოყას საგვარეულოებად. და ლაშარის სახელიც გაიელვებდა ამ მითოსში ყველაზე დიდი სალოცავის მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ქართული მწერლობაც რომ დაამკვიდრებდა ამ კულტს ერთი მხრივ ლაშა გიორგის სახელის გამოხმობით და მეორე მხრივ ვაჟა-ფშაველას მისტიკური ხილვის ზეგავლენით. და გრიგოლ რობაქიძე ამ კულტს
ძალდაუტანებლად შეურევდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახებას, თვითონაც აეკრობოდა ამ ლეგენდას და თანდათანობით სულაც ირწმუნებოდა არა მხატვრულ წარმოსახვას, არამედ მართლაც ძველ ეტრატებში ამოკითხულად რაკიღა ძალიან ეწადა მიახლოება ქაქუცას პიროვნებასთან. ასე მოახერხებდა და მიწუდებოდა საწადელს. ვართა მითოსურ მონახაზებში მაინც დაუნათესავდებოდა. შენ ქაქუცა, იმათ ხარ კარგი ვაჟკაცი, რომ ჩვენი სისხლისა ხარ. ამას ერთი მოხუცი ხევსური ეტყოდა, როდესაც შეფიცულნი ხახმატის დღეობაზე გამოჩნდებოდნენ. კარგად ერჩიათ გოგო თურჭინჭარაულსა და აპარეკა გიგაურს ბელადისათვის. ჩვენს დღესასწაულზე მოდი შენი რაზმელებით და ხალხს დაენახვე. ამ დღეობაზე მთელი ხევსურეთი მოიყრის თავს უდანის ჯვრისა და ხახმატის ჯვრის სალოცავებში და შენთან პირადად შეხვედრა დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევს. ასეც მოხდებოდა და დიდი აღტაცებაც გადაივლიდა მილეთის ხალხში, როდესაც გუდანის ჯვრის დღეობაზე სახელოვანი აძიას წერილს წაიკითხავდნენ საჯაროდ. ავტორი თანა მოძმეებს რომ მიმართავდა, სრული ნდობით მოეკიდეთ და თანადგომა გაუწიეთ ღირსეულ თავადიშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის რაზმს, რადგანაც ისინი ხევსურეთისა და მთელი საქართველოს თავისუფლებისათვის თავგამწირული რაინდები არიან და ვინც კაიყმა ყველა გვერდში უნდა დაუდგესო. ხახმატის ჯვრის რიტუალის აღსრულებისას კი ხევის ბერები ქაქუცას გადასცემდნენ სიტყვას და ისიც მთელ თავის ორატორულ ხელოვნებას მოახმარებდა, რათა მხელვარე გამოსვლა ამ ჰეროიკული ფრაზით დაეგვირგვინებინა: ჩვენ მზადა ვართ რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. დიმირ არ დაღუპულა, ლაშქარს ეძახიან. თავისას ირწმუნებოდა გრიგოლ რობაქიძე და ამაყად გახედავდა დროჟამს. ერთნი ვართ მე და ქაქუცა, ერთი სისხლი გვირევიაო. მის მზერაში ყოფით რეალობას ისედაც ყოველთვის ჭარბობდა მხატვრული სინამდვილე და ამჯერადაც სწორედ მხატვრული სინამდვილე არწმუნებდა რობაქიძეთა და ჩოლოყაშვილთა საგვარეულოების საერთო წარმომავლობასა და შინაგან განუყოფელობაში. მის მიერვე შეთხსული გამოქანდაკებული და მითოსური ხილვით აღბეჭდილი, მზის სხივებ დაღვრილი, ლაშარ ჩაწნული. სვიმონ ჭიაბრიშვილი ისეთი აქოშინებული მიეჭრებოდა დავით ვაჩნაძესთან, იმას მოეჩვენებოდა სულაც სირბილით ხომ არ ჩამოსულა დუშეთიდანო თბილისიდან მოსულმა კაცებმა. ჩვენ გამოგზავნეს თბილისის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რათა შეგაჩეროთ საშინელი ავანტური საგანო. ერთმანეთს სიტყვას ართმევდნენ პარტიული აგიტატორები, რათა საშიშროება უფრო ხელშესახებად ეგრძნობებინათ მეამბოხეთათვის. სად მიდიხართ და რისთვის? საერთო გამოსვლის დღე ჯერ არ არის დანიშნული. ქაქუცა ჩოლოყაშვილი განკერძოებულად მოქმედებს. მას ქართველი ხალხი არ გაჰყვება, ამიტომ უეჭველი დამარცხება მოელის. დაბრუნდით შინ და ელოდეთ იმ დღეს, როდესაც დედაქალაქიდან მოგივათ წინადადება ასეთი გამოსვლისათვის, რომელშიც მთელი ხალხი მიიღებს მონაწილეობას. ირჩევთ ახლავე დაიშალოთ და ტყილუბრალოთ, არც საკუთარი თავი დაუყოთ და არც ცოლშვილი. ამ ჩაგონებას მოჰყვებოდა ის დიდი რღვევა, შალვა პავლენიშვილი რამდენიმე კაცი დღა რომ შერჩებოდა დუშეთის ტყეებს,
პირგამშრალი, გაუმწოებული. სვიმონ ჭიაბრიშვილის მეორე ფრონტიდან პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანიც გამოჩნდებოდა არანაკლებ აღელვებული და ხავს მოჭიდებული დავით ვაჩნაძე ისეთი სასოებით ჩაეკითხებოდა: რა ამბავია, რა მოხდა? თითქოს და მოსალოდნელი იყო, რომ ბრძოლის ბედი სრულად შემოტრიალებულიყო ასეთ სავალალო ყოფაში. ყველაფერი დაღუპულია. ჩვენი მთავარი იმედი დუშეთის დამკვრელი რაზმი გაიფანტა. პუგაჩოვი თვითონვე ჩარეულიყო შეიარაღებულ შეტაკებებში. თავს დასდგომოდა როსტომ მუსხელიშვილს და სთხოვდა ენერგიულად იმოქმედეო, გროზნოდანაც ჯარი დაძრულიყო, რათა ქაკუცა ჩოლოყაშვილისათვის უკან დასახევი გზა ჩაეკეტა. მუსხელიშვილის გეგმა დაენგრა. ქაკუცას ბრძოლაც აც გამწირულია. მართალია მას ბოლშევიკებს ხელში არ ჩაუგდებთ და სამშვიდობო გზას გაუხსნით, მაგრამ დიდი გამარჯვების საქმე წაგვიხდა. ძალიან დიდი. ქაკუცას ბოლშევიკებს ხელში არ ჩაუგდებთო. ეს პოლკოვნიკის გულის წადილი უფროა ვიდრე რეალობის გამოძახილი, რადგანაც ქაკუცას თვითონ რომ არ ეშველა საკუთარი თავისა და შეფიცულთათვის, გარედან დახმარება მაინც და მაინც ვერაფერში წაადგებოდა. ჩვენ მივდევთ ქაკუცა ჩოლოყაშვილს. თქვენ არ აღგერჩით. მოგვეცით ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით და ჩვენც გავბრუნდებით. ამას ღვთისო არაბულს დააბარებდნენ. რუსი ჯარი მოემართებოდა ხევსურეთის დასამორჩილებლად და თითქოს ამ მხარეს არც ახლა ერჩოდნენ რამეს და არც შემდგომ უპირებდნენ. ის პარტია და ხელისუფლება, რომელსაც განეზრახა მთელი მსოფლიო გაეხვია პროლეტარული ბრძოლის ხანძარში და მიწის მტკაველი არ დაეტოვებინა ფეხდაუდგმელი, ვითომ და ამერთი მუჭა მიწის თავისუფლებას მოითმენდა. ხევსურეთი რომ ერქვა, ჯერ საქართველო მიაჩნდა ერთ მუჭად და მისი ერთი მხარე სულ რაღა. ეგა ოდნავადაც ვერ ჩაწვდომოდნენ აქაურ ბუნებას. წარმოდგენაც არ ჰქონდათ აქაურ ადათ-წესებსა და ცხოვრების ყაიდაზე. თითქოს ერთი პარტია მეორეს უნდა გარიგებოდა, თანაც სასტიკად მოეტყუებინა. ქაკუცა გადმოგვეცით და შეგეშვებითო. თუ ვინმე ჰკრავდა იმ ხეობებს პარტიზანული რაზმი და მისი ბელადი, ეს სახელი ამთლიანებდა და ხნეობითა და იმედოვნებითაც ის აღავსებდა შეფიქრიანებულ ხალხს და ახლა მისი გაცემით შიგნით უნდა გაეხსნათ კარი და შეეშვათ ის ურდო, რომელიც უკან გაბრუნებულს არ ახგავდა, ვიდრე ცეცხლითა და מחვილით არ გადაივლიდა იმ ხეობებსა და ბილიკებს და ჩახოცავდა თუ დაატუსაღებდა ყველას, ვისგანაც მოსალოდნელი იყო წინააღმდეგობის მოძრაობის გაშლა, ადრე თუ გვიან. ის კი არა, იარაღიც რომ არ აეღოთ ხელში, მაინც სახიფათონი იქნებოდნენ ახალი რეჟიმისათვის, რადგანაც თავისუფლების წყურვილს შეინარჩუნებდნენ და დაუმორჩილებლობის სულს მთელს მთიანეთში. პირველი შესვლა პარტიზანთა ხელში მოგდებისთანავე სულაც არ იქნებოდა ისეთი სისხლიანი. სიამტკბილობითა და დაპირისპირებებითაც აავსებდნენ აქაურობას, მაგრამ მერე კი მხოლოდ ქაკუცა და მისი რაზმიო. არამც თუ საკუთარი ხელით არ ჩააბარებდნენ ხევსურეთის კლიტის გასაღებს, მართლა ქაკუცა ჩოლოყაშვილის გაცემა რომ ყოფილიყო ამ მხრივ ხელშეუხებლობის საწინდარი, მაშინაც შეიკედლებდნენ და
მისკენ ნასროლ ტყვიასაც მკერდით აეფარებოდნენ, რადგანაც სტუმარსა თუ ხიზანს და ნურც ყოფილიყო ასეთი სახელოვანი, არავის დაანებებდნენ, ადათი თავისას მოითხოვდა, ზნეობა თავისას ავალდებულებდათ, მაგრამ ბედისწერაც თავისას რომ კარნახობდა და გმირის გაწირვისაკენ გაქეზებდა, თუმც როგორღა გინდა გეცხოვრა ასეთი ცოდვის ჩამდენს, მორალურად გატეხილი მხარე დაკარგავდა იმ ნიშათსა და მადლს, რისი გადარჩენის წყურვილითაც არ ეპუებოდნენ ამხელა ლაშქარს, დაულეველს, ვიდრე ამ თაგორებსაც მათი ჩექმის ნაკვალევი არ დააჩნდებოდა, ამ ნიშატისა და მადლის შემღალვას ესწრაფოდა ხელისუფლება, რადგან ერთი თუ ორი ადამიანის გადაბირებაზე მეტად ხევსურთა თავკაცების მოსყიდვა ჩაეთქვათ, რათა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეპყრობაში ბრალეული მთელი ხევსურეთი ყოფილიყო. ნანგრევებად დარჩენილი საყმოთა ცნობიერება ისე გაქარწყლდებოდა, რასაც ვერავითარი იარაღი ვერ შეძლებდა. ღვთისო არაბულმა წინასწარვე დაბეჯითებით იცოდა თავის მხრივ თავკაცთა მოსალოდნელი პასუხი, მტკიცე და უყოფმანო, მაგრამ თავს ნებას არ მისცემდა, მთელი სახელით თვითონვე ეპასუხა. ამიტომაც დაადგებოდა გზას, რომელიც რუსმა სამხედროებმა მოუჭრეს სულ ცოტა ხნის წინათ, რადგანაც ბაჭყი არაბულთან ერთად ბარიდან მთას უბრუნდებოდა. აფორიაქებულია იქაურობა, რუსის ჯარი შემოჰყოლია არაგვის ხეობებს. დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, რომელთან შედარებითაც აქამდელი შეტაკებანი თუ საკმაოდ ფიცხელნი, გაფერმკრთალებული აღმოჩნდება. აქედან ან კარგახნით გამოაქცევენ რუს სალდათებს და ან თვითონ დაიხევენ უკან და უკან, ვიდრე ხევსურეთიც აღიარებდეს ახალი პოლიტიკური რეჟიმის დამკვიდრებას. უხიფათოდ ამ მიდამოებში ვეღარავინ გაივლის. ვაი თუ ჯარისკაცებმა ხელი სტაცონ და მთელი ჯავრი მათზე ამოიყარონ. ბაჭია და ღვთისო კი ისე თავაღერილნი მიაბიჯებენ, თითქოს და იდეალურ სიმშვიდეს მარტოდენ ნიავის სუსტი ქროლვა არ ღვევდეს. გიკვირთ ასე რატომ დაიმედებულან, ანდა ასეთი მიამიტობა რატომ დამართნიათო? მათზე უფრო გამოცდილ ადამიანებსაც შეიძლება რაღაც ამგვარი განცდა დაეუფლოთ და თვითონაც ვერ გაიგონ, ისე ამოჰყონ თავი მწვავე მოვლენების შვაგულში. არადა სწორედ მაშინ აუტყდეთ მოგზაურობისა თუ მეცნიერულ ლიტერატურულ განზრახვათა ხორცშესხმის ჟინი. ასე გადაურჩებოდა დაპატიმრებასა და იქნებ დახვრეტასაც ეთნოგრაფიული კვლევის მიზნით ხევსურეთში კარდაკარ მოსიარულე სერგი მაკავლათიაც და პოეტური შთაგონებით კახეთში მოხეტიალე სიმონ ჩიქოვანიც, რომელთაც ვერ გაეცნობიერებინათ გარშემო რა საბედისწერო და ტრაგიკული ამბები ხდებოდა და მოსალოდნელი გახდათ განუკითხაობას ისინი შესწირვოდნენ. კინახა მართლაც, აი ღვთისო ვერ დაიხსნიდა თავს ბედის მწერლის გადასარჩენად. ბაჭყიასთან ერთად რუსების ხელში ჩავარდნილს ხევსურთა თავკაცებთან იმ მოთხოვნით, რომ გაგზავნიდნენ. თქვენთვის უკეთეს არჩევანს გთავაზო, რატომ უნდა გაიზიაროთ მიამბოხეთა გარდაუვალი ხვედრიო? ბაჭყი არ რჩებოდა იმათ ხელში. ხომ შეიძლება ღვთისო მათთვის სასურველი პასუხით არ დაბრუნებულიყო გაკოჭილ ქაქუცასა და მის შეფიცულებს ახლავე გაახლებენო და ამიტომაც სულ არ გამოჩენილიყო.
მაშინ დაე ბაჭყიას ეზღო საკუთარი თავით. ღვთისო პირობას რომ დასდებდა, რა პასუხიც უნდა იყოს, აუცილებლად დავბრუნდები და პირადად მოგახსენებთო. ამად ეჭვიც არ ეპარებოდათ, ეთყობა წინასწარვეა დაიმედებული, რომ ქაკუცა ჩოლოყაშვილს შეპყრობილს მოგვრიან, თორემ აქ მოსვლელი ის აღარ იქნება, თუკი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებენო. ემშვიდობებოდა ბაჭყიას, ცოტა ხანში ისევ შენთან მიგულე, შენი ბედის მოზიარეო და ხეობას რომ შეხვებოდა და თავკაცებსაც მოინახულებდა. ამასობაში აქ კიდეც ატყდებოდა ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ბრძოლა იმ ეპოქის დაუმარცხებელ მღელვარებათა შორის. მოიგრაგნებოდა არაგვის ხეობაში წითელი გველეშაპი, 20,000-მდე ჯარისკაცი და მილიციელ ჩეკელი და თანდათან უახლოვდებოდა ორ წყალს, სადაც შავის არაგვის ხეობა განსაკუთრებით ვიწროვდებოდა გრძელ ჭალიდან მოყოლებული. იქ გრძელი ხიდი გადაედოთ, ორწყლის ხიდამდე კი ლამიანას ხიდისთვისაც მოეძებნათ ადგილი და თურმე ბრძოლის ასპარეზიც ეს გარემო უნდა შექმნილიყო. ქაკუცა თავის რაზმის მთავარი ბირთვით ორწყლის მაღალში არჩევდა გასამაგრებლად, მარჯვნივ უთოსავით კლდერომ წამოყუდებულიყო, გზიდან ირიბად დახრილიყო ორწყლის მაღალი და ყოვლად შეუძლებელი იყო იქიდან გამოსროლილი ტყვია თუ ყუმბარა რომელიმე მეამბოხეს მოხვედროდა. პატრიოტები ხეობის ორივე კალთაზე ჩამორიგებულიყვნენ გრძელი ხიდიდან ორწყლამდე და ისე გასუდრულიყვნენ, ჩქამიც არსაიდან მოისმოდა. ბელადი ბრძანებდა ასე, რაც შეიძლება შემოუშვით შიგნით და შიგნით. ვიწროებში გამოატარეთ, დიდძალი ჯარისკაცი რომ მოხვება ხაფანგშიო. მოფხტურნიც გრძნობდნენ, განა არა, გაყუჩებული ხეობა, დიდ საფრთხეს რომ უკადდათ და ერთხელაც ამიტომაც შეყომდნენ მაღაროს კართან. როდემდე მდგარიყო ასე ორივე მხარე და მალულად ეზვერა ერთი მეორე. ამიტომაც ქაკუცა რამოდენიმე რაზმს გაგზავნიდა წითელ არმიელებთან გასათამაშებლად. მხოლოდ უნდა გამოეწვიათ და ადვილად დაეხიათ უკან, რათა ისინიც ფეხდაფეხ შეჰყოლოდნენ. ამ ეზოში გადაკვდა თავს დიდი და ლამაზი ბრძოლა, რომელმაც დაახლოებით საათ ნახევარს გასტანა, თუმცა ბევრი ბრძოლის მონაწილე ვარ, დიდისა თუ პატარასი, მაგრამ ამისთანა ლამაზი შერკინების მომსწრე კი არასოდეს ყოფილვარ. ერთ ციდა ნაწყვეტში ორჯერაა ნახსენების სიტყვა ლამაზი. ალბათ ყველაზე ნაკლებად გამოყენებული ეპითეტი საომარ მოქმედებათა აღწერისას. საგანგებოდ არ შემისწავლია ბრძოლათა ეპითეტები, თუმცა ასე სახელდახელოდ შესაძლოა გაგვიძნელდეს გახსენება კიდევ ვის და როდის უსარგებლია ამ სიტყვით. დამაფიქრებელია, რომ წერლური ნიჭით დაჯილდოებული მებრძოლი, ვინც სიტყვების ნაკლებობას არ განიცდის, სხვა ეპითეტთა რიგში სწორედ ლამაზს გამოარჩევს, როგორც ყველაზე ზუსტსა და გამომსახველს. აგერ დიდი ბრძოლების სხვანიც უხილავს, მცირე შერკინებებსაც თავისი განუმეორებელი ხიბლი მოჰყოლია, მაგრამ ლამაზით კი ყველასათვის დაუმჯობინებია მაღაროს კარის შერკინება. ისე ამ ეპითეტს უპირველესად თუ შეტაკების თავისებურება გამოიწვევდა, ქვეშეცნეულად იმასაც ექნებოდა მნიშვნელობა, რომ ბრძოლის ასპარეზად გადაქცეული ეს ეზო ვაჟა-ფშაველას მიერ დაარსებულ სკოლას შემორტყმოდა გარს. შეფიცულთ კი სკოლის შენობაში დაედო თბინა.
შენობას უკვე უპატრონობა დატყობოდა, აღარც ფანჯრები შერჩენოდა, აღარც კარები, სამაგიეროდ ყურე შემოვლებული ვეება ეზო ხეხილით დაბურულიყო, დასავლეთით ოდნავ დაფერდებულიყო და ზედ მისდგომოდა ძველი ეკლესიის ნანგრევ ნიშს. მარჯვენა სტრატეგიული ადგილი აღმოჩნდებოდა ვაჟასეულის სკოლა. არაგვის პირას გზას რომ გამოხურებდა და მეკავშირებს შაველებს ძალიან უადვილებდა ბელათთან მიმოსვლას. შენობას გარშემო ტყეც შემორტყმოდა და ქაკუცა და ალექსანდრე შენობაში მოუსვენრად აწრიალებულნი იქ ერთი ვაშლის ხე შეარჩევდნენ თავშესაფრად. თუმცა რაღა თავშეფარება გამოდიოდა, როდესაც დღე-გამოშვები ხან ერთს აციებდა, ხან მეორეს. ვაშლის ქვეშ გაშლილ ნაბადზე ერთ მხარეს ბელადი იწვა სიცხიანი, მეორე მხარეს კი ციება მის თანამებრძოლს ახტუნავებდა მაღლა. ყუდრო ჩემოგარენს შეფიცულნი უშიშარ ადგილად რომ დაიგულებდნენ, თლად გაბავშვდებოდნენ. თავი აიგდესო. კაცრად კი არა ღიმილ ნარევი სითბოთი მოიხსენიებდა მემუარისტი რაზმელთა გალაღებას. შვენიერი ამინდით გახალისებულნი ტყეში რომ მიმოიფანტებოდნენ თხილისა და შინდის საძებნელად. თავაშვებულობასაც ახსენებს, ადვილი შესაძლებელი რომ არის ცუდად დასრულდეს და საყვედურში ამჯერად ღიმილი გამოანათებს მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელ საშიშროებას რიგიანი ყარაულის არსებობა თლად გარდაუვალს ხდის. მეთაური და მისი თანაშემწე ციებას ამოუგდია ჩვეული რიტმიდან და ოდნავ მოეშვა თუ არა დისციპლინა რაზმელებმა სიფრთხილის ყოველგვარი გრძნობა დაკარგეს. კინაღამ საბედის წეროდაც გადაექცათ ეს გალაღება და მას ალექსანდრეს ნაწერში რატომ გაიელვებს ღიმილი. რატომ და ღიმილს გაბავშვების ხილვა იწვევს, სიცოცხლის ის წყურვილი წამიერად რომ დაგავიწყებს ყველაფერს და ულმობელი დევნისა და შეტაკებათა შვაგულში მოქცეულს თხილისა და შინდის საძებნელად ისე შეგაგდებს ტყეში თითქოს დრო გაჩერებულიყოს და ის ტყეც და თხილშინდიც ჯადოსნური მადლით ახსილიყოს. ამას გრძნობდა ქაკუცა და ალექსანდრეც ამასვე გრძნობს და ამიტომაცაა რომ არუშლიან თანამებრძოლებს განიცადონ გაჩერებული დროის უჩვეულო მშვენიერება, ჩაწვდნენ ყოფითობის იმ ხიბლს, რასაც მოკლებულნი არიან ქართლის ბედის ძებნისას. დაე მარადიulis შეგრძნებაში გაიელვოს ყოველდღიურობის ნამცეცმაც და თუ სიხმაწვილის მოლანდება უნებურად საფრთხეს მოაახლოვებს სამაგიეროდ სულ სხვა ძალით ამთებულებს შეუძლიათ გადაიხადონ ერთი ლამაზი ბრძოლა ჯადოსნური ხიბლის გაელვებისას რომ ხდება მარადისისა და ყოვლად წამიერი შეკრის ზღვარზე. ბარიდან მომავალ გზაზე ერთადერთი ყარაული დაეყენებინათ კურდღელა, რომელიც ისისაა ეჩვეოდა ამ მოვალეობას და ყველა გარემოებას ამიტომაც ვერ გაითვალისწინებდა. აივლი და ვიღაც ფშაველი ბარის ახოსაკენ და აინუმშიაც არ ჩააგდებდა. ეს განა რას დაგვიშავებსო? იმის ნებაზე რომ ყოფილიყო არც არას დააშავებდა, მაგრამ დევარი რომ იგდებდა ხელთ და გამოსტეხდა, სად დაბანაკებულიყო პარტიზანთა რაზმი, კიდე შემოეწყობოდნენ სამი მხრიდან. ვიდრე კურდღელა გაარკვევდა ესენი მგზავრები კი არა დევრები ყოფილანო,
ისინი საუკეთესო ადგილს დაიკავებდნენ ხშირი ტყით დაფარულს, საიდანაც სკოლის ეზო ხელის გულივით მოჩანდა. იქ კი მხოლოდ 11 შეფიცული იმყოფებოდა, მაგრამ არ დაიბნეოდნენ. ერთბაშად მოხერხდებოდა მათი მარჯვე განაწილება და თუმც შეფიცულთა მთავარი სიმაგრე, სკოლის დასავლეთით მდებარე სიმაღლე მომხდურის ხელში აღმოჩნდებოდა, მაინც შეაჩერებდნენ საკმაოდ მწვავე შეტაკებისას და გადამწყვეტიც ეს აღმოჩნდებოდა. კიდევ კარგი კურდღელამ გასროლა მოასწრო, თორემ ბინაში დარჩენილნი განწირულნი იყვნენ ტყვედ ჩავარდნისათვის. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე.